დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები. 7-8 ნოემბერს მომხდარ სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე, რომლის შესახებაც მშობლებმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს, გამოძიება მიმდინარეობს, რადგან პროკურატურას განცხადებით მშობელმა მიმართა, ახლა კი უწყებისგან დაზარალებული სტატუსს ელოდება. მისი თქმით, ძიძის მხრიდან ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, როდესაც დირექტორის შვილიშვილის მიმართაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი. როგორც მშობლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ბაგა-ბაღის აღმზრდელმა, რომელიც ძალადობაშია დადანაშაულებული, დაწესებულება ხელწერილის საფუძველზე დატოვა. დირექტორმა კი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. დირექტორმა აქვს პასუხი იგივენაირად, როგორც აღზრდელებმა, იმიტომ რომ დირექტორმა ყველაზე მთავარი დამალა ეს ყველაფერი, რაც შეეძლო რეაგირება მოეხდინა, პოლიციასთან დაერეკა ელემენტარული და მიემართა, რომ მოხდა მსგავსი ფაქტი ბაღში. მაგრამ სანამ თავის შვილიშვილს არ შეეხო ის მეორე ძიძა, იქამდე რეაგირება არ მოახდინა. ველოდები დაზარალებული სტატუსი ავიღო, მაგრამ ცხადში მაგმითებული, რომ ველოდები ამ ვიდეო ასლებსაც აუცილებლად და ამ ყველაფერს როგორც კი მოვიპოვებ, ვაპირებ გასაჯაროვებას. რაც კადრებიდან ირკვევა, აქ არის ორი ძიძა, რომელიც სავარაუდო მოძალადეები არიან. ამას იმიტომ ამბობ, რომ ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს ჭეშმარიტებას, თუმცა ჩვენ ვიხილეთ ეს ძალადობის კადრები უშუალოდ, როგორ ძალადობენ ბავშვზე, როგორ უთყავენ თავში, როგორ კრავენ ხელს. ჩვენ მშობლები ვაპირებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მივიღოთ კანონის ფარგლებში ყველანაირი ზომები, რომ დაცული იქნეს ჩვენი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესები.